სულ ცოტა ხნის წინ თეატრალური უნივერსიტეტის შენობასთან დაძაბული იყო ვითარება. ფაქტობრივად პოლიციამ აიძულა სტუდენტები დაეტოვებინათ შენობას, სადაც 80 დღეზე მეტი იმყოფებოდნენ. ისინი გაფიცულები იყვნენ. ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ეს იძულება მოხდა, გაფიცვა და პროტესტი სტუდენტები ამბობენ, რომ მაინც გრძელდება. პოლიციამ ულტიმატუმის ვადა წაუყენა სტუდენტებს, რომ თუ კი ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას, მაშინ მოხდებოდა მათი დაკავება. აქ უკვე იმყოფებიან მსახიობები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს. ნინო კასრაძესთან დავიწყებ საუბარს. ქალბატონო ნინო, ვნახეთ როგორ განვითარდა პროცესები. ადმინისტრაცია მესამედ გამოიძახა პოლიციას საკუთარი სტუდენტების წინააღმდეგ. რა ენაა ეს, რითიც ესაუბრება ადმინისტრაცია საკუთარ სტუდენტებს და ფაქტობრივად ულტიმატუმის ვადაც კი წაუყენეს. ესე იგი, ეს არის ძალადობრივი ენა, ის რაც არის ახლა გაბატონებული საერთოდ ქვეყანაში და რაც არის დამკვიდრებული, აი ზუსტად ისეთი ენაა. სამჯერ მე მინდა იმ ხალხისთვის თქვა, ვინც არ იცის რაში იყო საქმე. სტუდენტები უკვე მესამე თვეა აპროტესტებენ ფოიეს შენობაში, აი მიმდინარე რაღაც მოვლენებს. ეს რომ ვინმეს გაუკვირდება, რომ სტუდენტს აქვს პროტესტი. აი ეს რა აქედან რო დავიწყოთ. და აი ესე იგი ადმინისტრაციას ამოუვიდა ხელში, მიაჩნიათ რომ ეს არის რაღაცა თვალში გაჩხერილი, აი აქ რო არის ეს პლაკატები, აი ეს პატიმრების სახელები, გვარები, ეს მიაჩნიათ რომ ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი. დღეს გადაწყვიტეს, ხო შორის კიდე რამდენჯერმე იყო ამ წინა პერიოდში ამის ცდელობა, მაგრამ დღეს გადაწყვიტეს და აღასრულეს თავისი გადაწყვეტილება. სამჯერ მოხდა პატრულის ეკიპაჟის გამოძახება და ამას აქვს თავისი რაღაც მიმდინარეობა და უკვე სამჯერ რო გამოიძახებ, მე არის წინააღმდეგობა და შეიძლება ჭირათ ახალგაზრდები და ახალგაზრდებს მოუწიათ დატოვება შენობის, მაგრამ ამას უძღოდა კიდე რაღაცა სანიტარული სამუშაოები, ვითომ შეწამლა და ასე შემდეგ. ესე იგი, აი ეს ყველაფერი არის ისეთი უსამართლო, ჯერ ერთი არის ძალიან დიდი პრობლემა ამ ადმინისტრაციის, რექტორის და ყველას, როგორც არ უნდა ეწყინოს ახლა ჩემი გამოსვლა და ეს არის შენ რომ შენ სტუდენტებთან ვერ საერთო ენას ვერ მოძებნი. თუნდაც პროტესტში არიან, თუნდაც ერთი წელი იყვნენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეს კრიტიკული აზროვნება ამ ქვეყნის საფუძველი და საწინდარია. ძალიან აღელვებული ვარ ამ უკეთესად იცხოვრებთ, თუ საერთოდ არ იქნება პროტესტი, თუ არც ახალგაზრდები არ იქნებიან, არც ჩვენ არ ვიქნებ, თუ გავქრებით ხვალ დილას თქვენ რომ გაიღვიძეთ, ბედნიერად იცხოვრებთ, კარგად ეს ქვეყანა კარგად აშენდება, ეჭვი მეპარება. ამ ბავშვებს უნდა ყველა პროტესტის მქონე ახალგაზრდას უნდა გაფრთხილება, მასთან საუბარია საჭირო, მოსმენა და თუნდაც 6 თვე და 8 თვე იყოს ეს პროტესტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი მუხტი არ ჩააფქრო. მით უმეტეს მე ვიცი, როგორი ახალგაზრდები არიან, ჩვენ ყველას ვიცნობთ, სხვადასხვა დროს ქონია შეხება ამ ახალგაზრდებთან. მაგრამ აი ეს აღასრულეს, როგორც უნდათ. ეხლა გონიათ, რომ ეს გაწმინდეს შენობა და პრობლემა გაქრა, არა, პრობლემა არ გაქრა. მუხტი არსად არ წავიდეს სხვა ფორმებს და ეხლა პატრულის ეკიპაჟის ხოშორი ძალიან ზრდილობიანად მესაუბრა, სხვა ფორმებიო, რა ფორმები მოვიგონოთ. თეატრში პლაკატის გაშლა აღარ შეიძლება, ლამისისა მიცემა სიგნალის არ შეიძლება, ტელევიზიაში რო ხარ გადაცემაში, სხვა თუ არ არის შენი ოპონენტი, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან. იქ ყველაფერზე გებდავებიან, ქუჩაში დადგომის გეშინია, ტროტუარზე დადგომის გეშინია, აფარებულები ყველანი. ესე იგი, ყოველ დღე გვაწევენ ახალ-ახალს, ჯერ 500 ლარიანი, 5000 ლარიანი, იყო რაღაც 15 დღიანი ციხე, ახლა არის 25 დღიანი და 60 დღიანი და ესე იგი, აგერ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უცხოეთში მყოფ ემიგრანტებს ჩამოვიყვანთო იმ Facebook პოსტების გამო და აქ ვაიძულებთ 60 დღე გაატარონ. ხო მოусმინეთ არა? გზადაგზა გვაწევენ სულ ახალ-ახალ, სად გამოხატონ ამ ახალგაზრდებმა პროტესტი თუ არა თავიანთ ეგრეთ წოდებულ ალმა მატერში. სად და როგორ? აი ხა თქვენ ოპონენტები რომ მიყურებთ და იძახით ზრდილობის და იმის ფარგლებში, როგორ? სად, რანაირად? ეს რაც ხდება, ეს არის დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი ატრიბუტი, რომ სტუდენტს შეეძლოს თავისი აზრის გამოხატვა. და ეხლა ეს არ არის. აი ეს თუ თქვენ დამშვიდდით, ეს აღარ არის. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა. აი საუბრობდა ქალბატონი ნინო, რომ ფაქტობრივად ხელს უშლის ხელისუფლება რეპრესიული კანონებით თუ სხვადასხვა მიზეზებით პროტესტს. თუმცა პროტესტის გამოხატვა ეს ადამიანის უფლება. აი დღეს რაც ხდება უნივერსიტეტში, როგორ შეაფასებთ?
არაფერი იწყება პროცესი კანონების აღსრულების, რომელიც დაგვიანოსეს, რომელიც მიიღეს ამ უახლოეს პერიოდში, რომელიც არის განზრახული სწორედ იმისთვის, რომ ყველანაირი პროტესტი ჩაქრეს და ჩაიხშოს. მხოლოდ აი ამის აღსრულების პროცესში ვართ, იმაზე, რაზეც ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვამბობთ და ვიძახით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და არ უნდა დადგეს ესეთი დღე, რომ ამ კანონებმა იმოქმედოს. სწორედ ამის ხელშემწყობი და ამ კანონების აღსრულებელი დღე იყო დღეს უნივერსიტეტში. უკვე მე-13 მოვიდა პოლიცია, მათ ჯარიმები გამოუწერეს ერთჯერზე, შემდეგ კიდევ გაფრთხილება, ეხლა უკვე დაჭერითაც დაემუქრნენ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ უნივერსიტეტში აპროტესტებდნენ. ძალიან დიდი მადლობა. ბაჩო ქაჯაიაც იმყოფება ადგილზე, ისიც უცხადებს სოლიდარობას გაფიცულ სტუდენტებს. ბაჩო, ფაქტობრივად პოლიციამ აიძულა სტუდენტებს დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან იყო მუქარა დაკავების. აი, როგორ შეაფასებთ იმ ქმედებას, დამოკიდებულებას, რაც აქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტების მიმართ? მათ წინააღმდეგ საპოლიციო ძალები ჩართეს. ხო, ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე საუბარი. მართლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე რაღაცა ძალიან კიდე განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობები მაქვს უშუალოდ რექტორთან, ჩემი პედაგოგია, ჩემი უფროსი მეგობარია. არ ვიცი, მე სამწუხაროდ არ მაქვს კომუნიკაცია, ვერ შევძელი ადამიანური თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი ვერ შევძელი უბრალოდ ვერ გადავაბიჯე საკუთარ თავს და რაღაცა თუნდაც საპირისპირო აზრის მოსმენა ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა იქიდან. გულწრფელად და სიმართლე რომ გითხრათ. მე ვიცი ერთი რამ, რომ რაც უფრო აწვევი რაღაცა მოცემულობას, რომელიც გულწრფელი პროტესტია და ეს არის თავისუფლების მოთხოვნა, შენი ქვეყნის, შენი თავის და მომავლის, რაც უფრო ძლიერად აწვების ამომგდები ძალა კიდე უფრო მეტად იმოქმედებს. ამიტომ უფრო მეტი წინააღმდეგობა გაჩნდება და მე მინდა რა ვიცი ყველას ვისაც ხელ ეწიფება, რომ თავის დროზე მოხდეს აი ამ პროტესტის ასე ვთქვათ გაგონება, შესმენა და დაკმაყოფილება იმ ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნების, რომელიც არის რაც არის რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ აშკარა ძალიან დიდი კრიზისია, როგორც პოლიტიკური, ესე ეკონომიკური, ადამიანური, ეს კიდევ უფრო მეტ ჩიხში შედის და ამ ყველაფერს ჭირდება გამოსავლის პოვნა. რაც არის საბოლოო ჯამში ერთადერთი განმუხტვა სიტუაციის, ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და მიიღოს თუნდაც ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლების, მიიღოს ლეგიტიმაცია თავიდან და რა თქმა უნდა ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული, ყველა უნდა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს თავიანთ ოჯახებს. ეს ორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ კრიზისი აღმოიფხვრას. ძალიან დიდი მადლობა. ბაჩო ქაჯაია საუბრობდა, გიორგი ბახუტაშვილიც იმყოფება აქ. გიორგი, თავიდან იყო მიზეზი, რომ სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარებული იყო, რის გამოც მოსთხოვეს სტუდენტებს დაეტოვებინათ ტერიტორია, შემდგომ უკვე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოწერა ჯარიმები და შემდგომ უკვე იყო მუქარა დაკავების შესახებ. ახლა როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი სტუდენტების, როგორ ფიქრობთ? ეხლა პირველ რიგში ეს ადამიანები ჩვენთან ერთად მოდიან, გორში გვექნება манифеסטי და ამ манифеסטში მოუერთდებიან. და რაღაც ერთი შეხედვით ერთი კერის ჩაქრობას, რაღაც მეორე კერის გაღვივება მოყვება აუცილებლად, იმიტომ რომ შეუძლებელია მაგ უსამართლობასთან რაღაც შემგუებლური დამოკიდებულება ქონდეს. ხო ხედავთ ამ ბავშვების სახეებს რა, როგორი ბრაზი აღჭოთ. იმათ კი არა, მე მახჭობს ბრაზი ეხლა, რომ არ შემიძლია რაღაც რეალური ინსტრუმენტებით მათ გვერდში დგომა და მათი გამხნევება. გარდა იმისა, რომ რაღაც საერთო გრძელვადიანი ბრძოლა გვაქვს ყველას ერთად მოსაგები. როგორ შეიძლება იმ ადამიანებს, ვისი პირდაპირ პასუხისმგებლობაც არის, ამ ადამიანების დაცვა ეხლა ისხდნენ და პულტით ხელში აკვირდებოდნენ აი ამ პროცესებს გამაგებინეთ. ვინც აუდიტორიებში ლიტერატურის ისტორიით და ხელოვნების ისტორიით და ასე შემდეგ, მე ამ ბოხეობას და ხელოვნებას ასწავლიან. მე ამ ბოხეობაზე დგას პირველ რიგში ეგ პროფესია. მაგას ასწავლენ და საქმით აჩვევენ იმას, შემგუებლობას და მონობას. აი ხო ხედავ, მონობის მაგალითს აძლევენ ახლა მაგით. და იქ რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებით
და რაღაც დემაგოგიით ასწავლიან როგორი მეამბოხეები უნდა იყვნენ და როგორ უნდა გაძლონ ამ პროფესიაში მეამბოხეობის ხარჯზე. მადლობა გიორგი ბახუტაშვილი საუბრობდა ცოტა ხნის წინ სტუდენტებმაც გააკეთეს საერთო განცხადება მათ ფაქტობრივად პოლიციამ აიძულა დაეტოვებინათ შიდა პერიმეტრი წინააღმდეგ შემთხვევაში იყო მუქარა დაკავების შესახებ მანამდე კი 5000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერა პოლიციამ იმ სტუდენტებს რომლებიც შიდა პერიმეტრზე იმყოფებოდნენ მიუხედავად ამისა სტუდენტები ამბობენ რომ მათი პროტესტი გაფიცვა გრძელდება და ისინი უფრო მკაფიოდ გააგონებენ საკუთარ ხმას ქართულ ოცნებას. უნივერსიტეტის დატოვება ძალიან ბევრი манипуляციით თუ სხვადასხვა ხერხით გვაიძულეს უნივერსიტეტის დატოვება. ეს არ იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ესე ჩვენი ნებით არასოდეს არ მივიღებდით, თუმცა დავდექით რაღაც ფაქტის წინაშე და ესე მოგვიწია. ჩვენი პროტესტის ფორმები იქნება ბევრად უფრო მძაფრი, ვიდრე აქამდე იყო. ადმინისტრაციისგან არაადამიანური მოპყრობა არ გვიკვირს, მაგრამ ამ დღეს მოხდა რაღაც გარდამტეხი. ჩვენ გვაიძულეს რომ დაგვეტოვებინა ის სივრცე, საიდანაც ვაჟღერებდით ჩვენ ხმას. მაგრამ ვთვლი რომ აქედან გამომდინარე არაფერი არ იცვლება. ჩვენ ბოლომდე პირობას გაძლევთ რომ ვიბრძოლებთ ყველა უკანონო დაპატიმრებული ადამიანისთვის და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, უბრალოდ ჩვენი აქ ბრძოლა აქ ამოვწურეთ უბრალოდ. გავდივართ გარეთ და ჩვენ ხმას ვაჟღერებთ კიდევ უფრო ხმამაღლა. ჩვენ შევგვწევს ამის ძალა და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ამის პირობას ვდებ მე და ჯერა ჩემი მეგობრების რომ იგივენაირად არიან ისინიც. მიუხედავად ამ დაშინებების სერიისა, რომელიც წამოიწყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტების წინააღმდეგ, ახალგაზრდა მსახიობები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს გააგრძელებენ, მათ შორის არ დაემორჩილებიან იმ ჯარიმების სერიას, რომელიც დღეს გამოუწერა პოლიციამ და აპირებენ, რომ ყველა ჯარიმა გაასაჩივრონ.